ძალიან ბევრ ადამიანს გონია ხოლმე, რომ თუ ანიმე წლების განმავლობაში აგვიანებს გამოსვლას, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულა, სტუდიო მთელ ამ დროს დახარჯავს ანიმეს წარმოებაზე და ანიმაციის ხარისხი და ყველაფერი გაუმჯობესდება და განსაკუთრებით რაღაცა გასაოცარი ანიმაცია იქნება. ეს მოლოდინი იყო One Punch Man-ის მესამე სეზონზე, რომელმაც 6 წელი დააგვიანა. ეგ მოლოდინია Naruto-ს 4 სერიაზე, რომელსაც 3 თუ 4 წელია აგვიანებს უკვე, რომელზეც მთელი ვიდეო მაკაკეთებული, შეგიძლიათ უყუროთ. და ეგ აზრები და შეხედულები მომისმენია შავი კლოვერის ანიმეზეც, რომელიც რეალურად გაუქმებული იყო, წარმოებაში არ იყო და ეხლა დააბრუნეს წარმოებაში, მაგრამ შავ კლოვერზე მე პირადად პოზიტიური მოლოდინები მაქვს და მოვიდი რომ ბევრად უკეთესი იქნება ანიმაცია, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა გრანდიოზულს არ მოველი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ანიმე დიდი ხნის განმავლობაში აგვიანებს, უფრო დიდი შანსია, 99% შანსია იმისა, რომ რეალურად წარმოებაშია პრობლემა. ან უშუალოდ სტუდიო ვერ დაიქირავეს და ვერ დაითანხმეს და სტუდიოსთან იყო მოლაპარაკებები, ან სხვა რამე ვარიანტი რეჟისორი ვერ იპოვეს, ანიმატორები ვერ დაიქირავეს, შეიძლება დაბალ ანაზღაურებას თავაზობდნენ და ანიმატორები, რეჟისორები არ დათანხმდნენ, სტუდიო არ დათანხმდა, ან ცუდ დროს თავაზობდნენ, ზედმეტად მოკლე დროს და ამაზე არ დათანხმდნენ, ან სხვა რამე პრობლემები იყო ტელევიზიასთან საერთო დროის პოვნაზე. მთლიანობაში წარმოებას თავი ვერ მოაპეს, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, 99% შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებები არიან ტელევიზია, გამომცემლობა და ეს კომპანიები და ამ კომპანიების მფლობელები და არა უშუალოდ სტუდიო ან ანიმატორები და ტელევიზიისთვის, გამომცემლებისთვის და ამ კომპანიებისთვის და ამათ წარმომადგენლებისთვის მთავარი არის მოგება, ანიმე რაც შეიძლება მალე გამოვიდეს, პირველი სეზონი თუ წარმატებული იყო, მით უფრო მალე გამოვიდეს მეორე სეზონი, რომ ჰაიპი არ ჩაყდეს, ეს გაკეთდეს, როგორც თქვი, რაც შეიძლება მოკლე დროში და რაც შეიძლება დაბალ ფასად, მაგრამ გაყიდვების მხრივ, რეკლამა გაუკეთოს თავის მანგას, სათამაშოების და ფიგურების გაყიდვას, ვარიანტი მოგება ნახონ, ანუ იაფად გააკეთონ, მაგრამ დიდი მოგება ნახონ და მოკლე დროში. ანუ პრიორიტეტი არის ეს. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ სტუდიოს რა დრო შეიძლება მისცენ არის 2 წელი, მაქსიმუმ საუკეთესო შემთხვევაში. რეალურად ცუდი დრო არაა, კარგი დროა ანიმეს შესაქმნელად და ნორმალური ანიმეს შესაქმნელად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ მთელი ანიმე 6 თვეში უწარმოებიათ და 6 თვეში გაუკეთებიათ. თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს, გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ანიმეს წარმოების სათავეში გადაწყვეტილების მიღებები არიან ანიმატორები და რეჟისორები. და მთელი მოტივაცია ანიმატორების და რეჟისორების არის, რომ გააკეთონ თავიანთი მაქსიმუმი და რაღაცა შედევრი ანიმაცია შექმნან. და როდესაც სტუდიოები და ანიმატორები ამას აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში რისკზე მიდიან, რომ თავიანთი კრეატიული ხედვა გააცოცხლონ. ამის მაგალითი იყო ანიმე Redline, რომელზეც სტუდიო Madhouse-მა 7 წელი დახარჯა და ანიმაციის აბსოლუტური შედევრი იყო, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ჩავარდა იყო სერიოზული და სტუდიო გაკოტრების და დახურის პირამდე მიიყვანა. ან მაგალითისთვის ტაკუბის ორიგინალ სინ, რომელზეც რეჟისორმა მიზანმიმართულად არჩია, რომ ანიმე ყოფილიყო OVA თუ ONA და ტელევიზიაში არ ეჩვენებინათ 6 სერიაში ჩატიეს იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინათ სტანდარტული 12 სერია. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ეს ბევრად უფრო ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა. ან მაგალითისთვის კიდევ ერთი გამონაკლისი Chainsaw Man-ის ანიმე, რომელშიც იმის მაგივრად რომ დაფინანსება ყოფილიყო ტელევიზიისგან და გამომცემლებისგან და სხვა წყაროებიდან და შემდგომ მთელი მოგება წასულიყო ამ დაფინანსებლებზე, მთელი ანიმეს დაფინანსება თავის თავზე აიღო სტუდიო MAPPA-მ და თავისთავად თუ რამე მოგებას ნახავდნენ, თუ წაგება იქნებოდა ამ ანიმესი, ესეც თავიდან ბოლომდე იქნებოდა სტუდიო MAPPA-ზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ანიმატორებს და რეჟისორს თავიანთი კრეატიული თავისუფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრად კარგად არ დასრულდა, იმიტომ რომ Chainsaw Man-ის პირველ სეზონს საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოყვა ფანებისგან. არ იყო პირველი სეზონი Chainsaw Man-ის წარმატებული იაპონიაში. განსხვავებით ფილმისა და ფილმშიც რეალურად სტილი და ვიზუალი მაგის გამო შეცვალეს. Chainsaw Man-ის ანიმეს პირველი სეზონი გააკრიტიკეს იქივე მიზეზით, რა მიზეზითაც გააკრიტიკეს Jujutsu Kaisen-ის მესამე სეზონი და დაბალი შეფასებები ჰქონდა Jujutsu Kaisen-ის პირველ და მესამე სეზონს იაპონურ საიტებზე.
განსხვავებით ამერიკულისა, რადგან არ იყო ერთი-ერთი ადაპტაცია და ყველა პანელი მანგიდან ერთი-ერთი არ იყო გადატანილი და ადაპტირებული ანიმეში. მარტივად რო ვთქვათ, თუ უცხოელ ფანებს, ანიმე ფანებს აინტერესებთ ანიმაცია, Invisible-ის ფანების მსგავსად იაპონიაში როგორც მივხვდი, არ აინტერესებთ ანიმაცია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის კარგი ანიმაცია იქნება და თუ ცუდი. თავარია რომ ადაპტაცია იყოს ერთი-ერთი, ანუ ამიტომ იყო წარმატებული Beginning After the End თაბეს ანიმე იაპონიაში და მეორე სეზონიც მაგითო გამოდის. ამ მეორე სეზონს ისეთივე ცუდი ანიმაცია აქვს, როგორც პირველს.